რუსთავ ქალაქობის დღესასწაული მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური სახალხო დღესასწაულზე ქალაქს შვილებთან ერთად ესტუმრა. მან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული საგამოფენო სივრცეები ქალაქის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. Კარგი ტრადიცია რუსთავში გრძელდება. Ამ შაბათ-კვირასაც ვფიქრობ, რომ რუსთაველები მოვლენ და აგემოვნებენ აქ ჩამოტანილ ნობათებს, ღვინოს გასინჯავენ, მწვადს მიირთმევენ და მთავარი არის, რომ სტუმრები გვეყოლება რუსთავში ბევრი. ამ სტუმრებს აქვთ სერიოზული გავლენა დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ, რომ ეს სტუმრებიც სწავლენ ისეთივე კმაყოფილები, რომ რუსთავისთვის ეს ხვალდაზე უფრო უკეთესი და მომგებიანი ხდება. მე და ჩემი შვილები რუსთავ ქალაქობას ერთად ვზეიმობთ, ესენიც როგორც რუსთაველები თითქმის ისე არიან. მე მინდა მივულოცო რუსთაველებს რუსთავ ქალაქობის დღესასწაული. ეს არის მე-15 დღესასწაული, ანუ ქალაქი ყოველწლიურად 15 წლის განმავლობაში ოქტომბრის შუაკვირებში ამ დღესასწაულს იხდის. მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი საინტერესო იქნება, იმით რომ ორივე დღეს ფაქტიურად ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობენ, რუსთავს ყავს საკმაოდ კარგი ანსამბლები, ჯგუფები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ და ტრადიციული დღესასწაული მოსახლეობას პირადად მიულოცეს. მიულოცა რუსთაველებს დღევანდელ დღეს, დღევანდელ ხვალინძელ დღეს. ეს მნიშვნელოვანია თითოეული რუსთაველისთვის. დღეს დილიდან დაიწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ხალხი აქტიურადაა ჩაბმული ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა უსურვო ჩვენ ქალაქს აყვავება, გაძლიერება, ასე ვთქვათ და რაც მთავარია ჩვენი ქალაქის მოსახლეობა რომ იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი. ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის დღე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პატარა სამშობლო, ასე ვთქვათ, ვინც აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ჩვენი შვილები იზრდებიან, ჩვენი მომავალი და ამიტომ ჩვენ მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ მომავალი შეუქმნათ ჩვენ შვილებს და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მინდა მიულოცო ყველა რუსთაველს დღევანდელი დღესასწაული. განწყობა არის ძალიან ამაღლებული, ღმერთის წყალობით ამინდის გვაქვს შესანიშნავი. გვაქვს შესანიშნავი საკონცერტო პროგრამა. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ხვალ ქალაქში დილის 10 საათიდან განახლდება. ტრადიციულ დღესასწაულზე რუსთავს უცხოელი სტუმრებიც ეწვივნენ. მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ქალაქის მერმა დავით ჭიქიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად უმასპინძლა. მერის ხტომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მხარება ყურადღება ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე გაამახვილეს. შეხვედრის ფორმატი არის ეს ტრადიციული ფორმატი უკვე 15 წელიწადია. ანუ ისევე როგორც ქართველები და რუსთაველები ჩადიან თქვა თავიანთ დამეგობრებულ ქალაქებში მათი ქალაქის დღესთან დაკავშირებით ასევე არიან ჩამობრძანებულები ეს ბატონები და ქალბატონები და ანუ ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ანუ იზიარებენ და საკმაოდ კარგი ეს კარგი ტრადიცია არის. ეს ტრადიცია საბოლოო ჯამში იწვევს იმას რომ ხდება კიდევ უფრო დაახლოება ჩვენი ქალაქების იმ ურთიერთობების გაგრძელება და პერსპექტივა ავტომატურ რეჟიმში ჩვენი ქალაქების და ქვეყნების ურთიერთობისა სწორედ ასეთ შეხვედრებში. მნიშვნელოვანია დღევანდელი ვიზიტით მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელებმა, დელეგაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილები, რომ ანალოგიური შეხვედრებიც გაიმართოს მათ რეგიონებში და მათ ქალაქებში და მეტიც მათი ესეთი განწყობა იყო ერთმანეთის მიმართ და თქვეს რომ რა თქმა უნდა ეს მეგობრობის ქალაქები გაიზრდება რა თქმა უნდა და უფრო მჭიდრო ურთიერთობები იქნება. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ მათ უთხარით რომ ყველაფერი რა თქმა უნდა დადგება თავის ადგილზე და ისინიც იმედით შემართებით არიან. ქართველებს და პოლონელებს მსგავსი ხასიათი გვაქვს და ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს ჩვენს დამეგობრებას. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის რომ რუსთავ ქალაქობის დღესასწაულს ვესწრები. გილოცავთ და თქვენს ქალაქს წარმატებას უსურვებ. დღეს რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტრასბურგის ვიზიტი შეაფასა დავით ჭიქიამ 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შესახებ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმმართველობათა კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერი დავით ჭიქიამ 14 ოქტომბრის სესიას კონგრესის წევრის სტატუსით ესწრებოდა. ნაყოფიერი იყო ჩვენი ვიზიტი, მაქსიმალურად მოახერხა დელეგაციის ხელმძღვანელმა და მთლიანმა დელეგაციამ ის რომ ყოფილიყო მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა
ყველა ქვეყნის საელჩოსთან, მათ შორის ყველა ქვეყნის დელეგაციასთან და რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში დაიდო ისეთი, როსაც ვფიქრობდით, ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, ან ფაქტობრივად არც ერთი შენიშვნა არ გამოთქმულა არჩევნებთან დაკავშირებით და გარდა ამისა 17-16 რიცხვში მიიღო ეს უკრაინის რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთ პუნქტში, მე-9 პუნქტში საქართველოს თემაც გაიჟღერა, ანუ საქართველოს, აზერბაიჯანის და მოლდავეთის თემა, ანუ ზოგადად დაგმო მთელმა ევროპამ ან უკრაინაში არსებული სიტუაცია და ამ რეზოლუციაში ქართული ნაწილიც მოხდა, რაც საკმაოდ კარგია. რუსთავ ქალაქობისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12 საათზე დაიწყო. მერის წინ შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა და სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებმა იზრუნეს. ეკა კუდარავაკი ამბობთ. ქალაქის ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში რუსთავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები ცენტრალურ მოედანზე ასფალტის საფარზე შეასრულეს და დამთვალიერებელს თავისუფალ თემატიკაზე შექმნილი ნახატები უჩვენეს. აქ ბევრი ნახატები დახატეს ბავშვებმა. მაგალითად მე დავხატე მზე, რომელშიც წერია რუსთავი. ინტერესო ნამუშევარი იქნება მათი თვალსაზრისით და მე მინდა მათ უსურვოთ, რომ არა მარტო აი ამ ასვალზე დაეტოვებინო თავიანთი ნაკვალევი, არამედ ცხოვრებაში ისე ევლოთ, რომ საკუთარი კვალი ყველგან დაეტოვებინო. ძალიან მიხარია ყველა რუსთაველს მოულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან საზეიმო განწყობა არის, ამით ხელს უწყობს საერთო განწყობას და მიხარია, რომ ბავშვებისთვის ასეთი დატვირთული დღე არის. ძირითადი ღონისძიებები დღის პირველ საათზე ანსამბლ სალხინოს მიერ ფლეშმობის სტილში შესრულებულმა რაჭულმა ცეკვამ გახსნა. თანამედროვედ წარმოდგენილი ქართული ქორეოგრაფია მოგვიანებით სამეჯილისო ცეკვებმა ჩაანაცვლა. ძირითადად საბავშვო ბლოკით იყო დატვირთული, მეორე ბლოკში იქნება დატვირთო უფრო მაღალი კლასის მოცეკვავებიც, რაც შემოგთავაზებენ სამეჯლისო ცეკვებს, ლათინოამერიკულ ცეკვების პროგრამიდან, ასევე ევროპული ცეკვების პროგრამიდან. დღეს არის რუსთავ ქალაქობის დღესასწაული და მე შევასრულე ლათინოამერიკული ცეკვები. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასწაულზე ვიღებ მონაწილეობას და ყველა რუსთაველს ვილოცავ რუსთავ ქალაქობას. ძალიან მომწონს ჩამოვედი ახალ ციხიდან და რა ვიცი, კარგი ღონისძიებაა და ვაპირებ დარჩენას და გართობას. რუსთავ ქალაქობის ტრადიციული ღონისძიებების აღნიშვნა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღესასწაულს რუსთაველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი და ელექტრონული მუსიკა დაასრულებს. დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო საბავშვო ღონისძიებებითაც პატარებს რუსთავ ქალაქობას სხვადასხვა სამუსიკო და საესტრადო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს. მათთვის ასევე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმებში გადაცმული მსახიობები. რუსთავში მოქმედი საესტრადო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მოსწავლეები დღეს პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ. მათ ბავშვებს სიმღერებით და ცეკვებით დატვირთული პროგრამა შესთავაზეს. კონცერტი დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. დღევანდელი პროგრამა დატვირთული არის საბავშვო ღონისძიებებითაც მონაწილეობენ სამეჯლისო ცეკვების სტუდიის ბავშვები, ასევე ყველა საესტრადო სტუდიების მოსწავლეები, მრავალფეროვანი ღონისძიებები გველოდება. ბავშვი გამოვიყვანეთ დღეს ღონისძიებაზე, არის კარგი გასართობები. და მადლობა რუსთავს, რუსთაველის ქალაქის მერიას. ვეწავსდები სამეჯლისო ცეკვების პროგრამით. ჩემი აზრით ყველას ძალიან მოეწონა. გილოცავთ რუსთავ ქალაქობას, რუსთაველებო და მრავალს დაესწარით. ძალიან კარგი დღეა, ჩვენი ქალაქი ზეიმობს ამ დღეს. ძალიან კარგი კონცერტია. დღევანდელი დღე ბავშვებს ზღაპრის გმირებმაც გაულამაზეს. ისინი მოედანზე დილიდანვე გამოჩნდნენ. პანჯბობი, სპაიდერმენი, ფიფქია. ამ გმირებმა დღეს ოცნება არაერთ პატარას აუსრულეს. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ზღაპრულ გმირებს გასაუბრებოდნენ და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაეღოთ. მოეწონა ჩვენი გამოსვლა და ალბათ გავახარეთ მათი გულები. მადლობა რუსთავ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ გაერთნენ, მოხდნენ რეალურად ზღაპარის სამყაროს. პანჯბობი მომეწონდა ძალიან კარგია. მე რას გიეროთ და გორაჟ ქობა.
რუსთავის მთავარ მოედანზე ბავშვებისთვის სახეების მოხატვაც ხდებოდა. მთელი დღის განმავლობაში პატარებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა ატრაქციონზეც გართობილიყვნენ. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულზე გაიხსნა თავისუფალი ბიბლიოთეკაც კულტურისა და დასვენების პარკში. დღეიდან მსურველებს საშუალება ექნებათ ბიბლიოთეკით ისარგებლონ და ნებისმიერ დროს სასურველ ლიტერატურულ ნაწარმოებებს გაეცნონ. იდეა საინიციატივო ჯგუფ კრეატიულ კლუბს ეკუთვნის და რუსთავის მერიისა და ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. თავისუფალი ბიბლიოთეკა ორგანიზატორებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს. არის განთავსებული წიგნები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ჩამოვიდეს, აქ დაისვენოს, წაიკითხოს, რომ წიგნი უკან დააბრუნოს აუცილებლად. დაგვეხმარა რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, რუსთავის მერია და რუსთავ ქალაქობის დღესთან დაკავშირებით გადავწყვეტეთ გაგვეხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს ბიბლიოთეკები მუდმივად იქნება და ნებისმიერ დროს რუსთავის მოსახლეობა შეიძლება ისარგებლოს ამ ბიბლიოთეკებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის მოვლისა და სწავლების ცენტრის ბენეფიციარებმა დღეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს. ექსპოზიციაზე კერამიკის ფიგურები, ნახატები, ბისერებითა და თექით შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა ადგილობრივებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებაც დაათვალიერეს, ბენეფიციარების მიერ შექმნილი რამდენიმე ნივთით შეიძინეს. რუსთავ ქალაქობაზე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნაკეთობები. მე სასანთლე შევიძინე და მინდა რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო მათ ყოფა ცხოვრებაში, გაუმჯობესებაში. თითქმის მთელი ცენტრის ბენეფიციარები არიან ჩართულები. ჩვენ ყოველ წელს ვიღებთ ამ გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობას. დღეს რაღაც კარგად დავიწყეთ. გაშლილი არ ქონდა ის, რომ უკვე გავყიდეთ რამდენიმე ნამუშევარი. შეზღუდული ბავშვების ნახატების გამოფენა არის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, ჩემი ნახატიც არის აქ და მოკლედ რუსთავ ქალაქობას გილოცავთ ყველას და დაესწარით მრავალ რუსთავ ქალაქობას. დღესვე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებაზე რუსთაველი მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. დღესასწაულის სტუმრებს მათი დათვალიერების საშუალება მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ. ხელნაწერთა ავტორები ნამუშევრებს ადგილზე ქმნიდნენ. მოვაწყეთ აქ გამოფენა. ბავშვები ასრულებენ ადგილზე პატარ-პატარა ნამუშევრებს. შეუძლიათ სურვილებს მოვიდნენ, შეკვეთები მისცენ და ლამაზად გაფორმებული სახელი და გვარი, წარწერა, რაიმე შეუსრულოთ. ყველა რუსთავის ულოცავ ამ შვენიერ დღეს და ძალიან მიხარია მონაწილეობას რო იღებ. კიდევ ერთი ღონისძიება, რომელსაც რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი მოქალაქეებს თავაზობს ბიზნეს მარათონია. ბიზნეს მარათონზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა სახის პროდუქტი და აქსესუარები. ღონისძიება დღის ბოლომდე გაგრძელდა. 20 ώρაის განმავლობაში გუნდებს აქვს წარმოდგენილი თავიანთი პროდუქცია, რომლის რეალიზებას მოხდება დღის განმავლობაში, 12 საათის განმავლობაში 10 საათიდან 10 საათამდე. ყველა რუსთაველს შეუძლია მოვიდეს, შეიძინოთ მათი პროდუქცია და საბოლოო ჯამში გამოვლინდება დღის ბოლოს გამარჯვებული. რუსთავ ქალაქობასთან დაკავშირებით კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე ღია ცის ქვეშ მოხალისეებმა ქალაქის თემაზე შექმნილი ნახატები გამოიტანეს. გამოვავლინეთ ჩვენი ფოტოკონკურსის გამარჯვებული, სამწუხაროდ ფრაზების კონკურსის გამარჯვებული ვერ გამოვავლინეთ Facebook-ის საშუალებით, მაგრამ ეხლა არის ძალიან დიდი აქტიურობა და ამასაც გამოვავლენთ აუცილებლად და მინდა ყველა რუსთაველს მიულოცო დღევანდელი დღე ვუსურვო მშვიდ ბედნიერ წარმატებულ ქალაქში ცხოვრება. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულზე აუცილებელი ასეთი კონკურსები, რაღაც მცირე მასშტაბის კონკურსები აუცილებელია იყოს ბევრი და ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ გამოცოცხლდეს ცოტა ქალაქი. აგრძელებთ გამოშვებას რუსთავში მე-19 მიკრორაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებულმა ღამის საათებში რუსთავში მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მიმდებარე მინდოში ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ფონიჭალაში ერთ-ერთ გაუქმებულ არხში გადააგდო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. აქ მოხდა მეცნიერების დღეს გავიგენა, სად მოხდა? ანუ ინფორმაცია არ გაქვს სად მოხდა ეს? არაფერი ინფორმაცია, просто გავიგე რომ მოხდა, რომელი დინარი არის.
რუსთავში დავაკავეთ ერთი პირი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფელ ფონიჭალაში ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ ფაქტზე მიმდინარეობს. კიდევ ერთი გარდაცვლილი სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 44 წლის მამაკაცი, რომელიც რუსთავში ინტერნატების დასახლებაში მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, წუხელ გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მერაბ გოჩიტაშვილი იმ 6 ადამიანს შორის იყო, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საკვებად ინტერნატებში შოელძეების ოჯახში მინდვრის სოკო მიიღეს. 6 ადამიანიდან 2 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. დანარჩენი მოწამლულები მკურნალობის კურსს გადიან. დარჩა დედა, ძმები, ოჯახი, 2 შვილი ყავს და მეუღლე. ძალიან განცია, ჩვენ გავნიცდით. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. რუსთავ ქალაქობა საკმაოდ დატვირთული იყო სპორტული ღონისძიებების კუთხით. მერიის წინ ცენტრალურ მოედანზე და კულტურისა და დასვენების პარკში არაერთი შეჯიბრი გაიმართა. დეტალები ნახეთ თამარ დაჩიბერიძის სიუჟეტში. რუსთავ ქალაქობა ტრადიციულად მარათონით გაიხსნა. სპორტულმა გარბენმა სტარტი სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და მერიის წინ ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. მარათონში მონაწილეობა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ფინიშის ხაზი პირველმა აკაკი ვაშაკიძემ გადაკვეთა. გოგონებში კი საუკეთესო ნინო მელიქიძე იყო. მეორე სკოლის სახელით გავედი პირველ ადგილზე. მეორე წელია უკვე კმაყოფილი ვარ. რავი, ძალიან არ გამჭირვებია და ამაზე არ ვაპირებ გაჩერებას. გოგონებში პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან ძნელი იყო ეს დისტანციის გადაფარვა, მაგრამ ძალაღონე მოვიკავე და ეს შევძელი მე და გადავახე და პირველი ადგილი მოიპოვე. მერიის წინ ცენტრალურ მოედანზე შეჯიბრი შედგა სტრიტბოლშიც. ქუჩის კალათბურთში მონაწილეობა მოყვარულ კალათბურთელებთან ერთად პროფესიონალმა მოთამაშეებმაც მიიღეს. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვია ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ დააჯილდოვეს. დაჯილდოვების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კალათბურთში საკუთარი ძალებიც მოსინჯეს. მარათონით გაიხსნა, რაგის შემდგომი კალათბურთელებმა აგერ ითამაშეს დღევანდელი წლის განმავლობაში. გეგმაში არის მოჭიდავეები უკვე პარკში. ანუ რუსთაველები აჩვენებენ, რომ სპორტული ქალაქია. 6 მოსჭა ბოლო თამაში და მე სამქულიანებში მოვიდე. ბოლო სამქულიანი ჩავაგდე. ტურნირი მოეწყო ჭადრაკის მოყვარულებისთვისაც. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვია ძიძიგურმა ტრადიცია არ დაარღვია და ჭადრაკში გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა ამჯერადაც მიიღო. ძალიან სერიოზული შერკინება მქონდა ზურასთან, რომელიც არის პირველ თანიგოსთან, ყაიმით დავამთავრეთ და ვფიქრობ, რომ საერთოდ კარგი საჭადრაკო სკოლა არის რუსთავში, კარგია ძალიან სპორტის დონე, ყველაფერი განათლება, ხელოვნება, ყურადღების მეტი მიქცევა უნდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ როცა ნელ-ნელა ეკონომიკა ჩვენი უფრო მეტად ფეხზე დადგება, რუსთავი თავის ძველ სტანდარტებს უნდა დაუბრუნდეს. ყოველწლიურად ტარდება ჭადრაკის დღეები, როდესაც გამოვდივართ ყველა მოჭადრაკე და ერთმანეთს ვეთამაშებით და კარგად ვერთობით. კულტურისა და დასვენების პარკში საჩვენებელი გამოსვლები გამართეს რუსთაველმა ნიჩბოსნებმა. პარკშივე ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრში მონაწილეობა სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტსმენებმა მიიღეს. დღევანდელი რუსთავ ქალაქობა უპრეცედენტოდ დატვირთული არის სპორტული ღონისძიებებით. ესენია მარათონი, სტრიტბოლი, ფეხბურთი, ასევე ჭიდაობა, ნიჩბოსნობა და ჭადრაკი თავისუფალი მონაწილეობით. რაც შეეხება რუსთავ ქალაქობის მეორე დღეს გასამართ სპორტულ ღონისძიებებს, ხვალგამარჯვებული უკვე მინი ფეხბურთში გამოვლინდება. ტურნირის ფინალი ფოლადის სტადიონზე 11 საათზე შედგება. ფოლადის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრა გაიმართა. მეტალურგმა სამტრედიას უმასპინძლა. თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა. სამტრედიამ 34 წუთზე ანგარიშიც გახსნა. მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას უკვე მეტალურგი დაეუფლა და ანგარიშიც გაათანაბრა. თავის სიხარულიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ მატჩი 1-1 დასრულდა. აღსანიშნავ, რომ დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინდა რუსთავ ქალაქობა მიულოცო რუსთავის მოსახლეობას დღეს და ხვალ ზეიმი არის დაგეგმილი ქალაქში და მინდა მათ წარმატება აუსურვო, ეკონომიკურად გაძლიერება, რაც ყველასათვის, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ამ ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ვიმყოფებით ფეხბურთზე, სადაც
რუსთავი და სამტრედი ახდებიან ერთმანეთს, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრა არის და ძალიან საინტერესოა, მიხარია რომ ორივე გუნდი ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. ინფოზე რა პრობლემებიც რუსთავის გუნდს გააჩნია. ფიქრობ რომ ძალიან მაგრად თამაშობენ, კარგი ბიჭები არიან და მაგარი ბიჭები არიან. წარმატებას უსურვებთ მათ და იქნება ღვთის წყალობით რამე მოახერხოთ ეს პრობლემა რამენერად მოუგვარდეთ რაც მათ აქვთ. სამწუხაროდ არის პრობლემა, რომელსაც თვითმმართველობა ფიზიკურად ვეღარ წყვეტს, ეს არის მათი 8 მილიონიანი ვალი გუნდის, რის გამოც ქალაქი ფიზიკურად ვერაფრით ვეღარ ეხმარება. მართალია ვიგებდით თამაშს და სანანია რომ რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და ეს ფულების დაკარგვა დაგვიჯდა. მაგრამ მე ვფიქრობ, უკვე შემდეგი თამაშისთვის მზადება უნდა დავიწყოთ და მაქსიმალური კონცენტრაციით მოვიმზადოთ შემდეგი ტურისთვის. რუსთავ ქალაქობასთან დაკავშირებით კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დრიფტ შოუ გაიმართა. შოუ BMW Club რუსთავის ახალგაზრდული ცენტრისა და კრეატიული ზონის ორგანიზებით მოეწყო. მაყურებელს ავტო და მოტომრბოლელებმა საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს. საკმაოდ ლამაზი სანახაობა შემოგთავაზა BMW-ს რუსთავის კლუბმა და ხალხი ძალიან კმაყოფილია, საკმაოდ იმხიარულეს, გაერთნენ და მსგავსი ღონისძიებები მე იმედი მაქვს, რომ გაიმართება ყოველ რუსთავ ქალაქობაზე BMW Club რუსთავის ხელშეწყობით და თანადგომით. ხალისობთ, ვერთობით, მე მგონი მაყურებელი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენი დრიფტით, დონატით, ბურნაუთით და ბევრი კვამლით და საყვარელი რეზინის სუნით. ახლა კი უცხოეთის ახალ ამბებს გავეცნოთ. დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა პორტუგალიაში. სანაპიროზე დაცვამ საეჭვო ტვირთი შეამჩნია. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ 600 კილოგრამი კოკაინი იყო. დაკავებულია 2 უკრაინის მოქალაქე. მსგავსი ტიპის სპეცოპერაცია ჩატარდა ბელგიაშიც. ბრაზილიაში კი მამაკაცი დააკავეს, ის 39 ადამიანის მკვლელობაში აიჭმიტანილი. გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის ძირითადად ქალები არიან. რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზილიაში დაკარგულების ოჯახის წევრები აქციებს მართავდნენ და გამოძიებას ითხოვდნენ. Family members and friends of some of the victims gathered outside the homicide investigation center where the suspect was. 14 ადამიანი დაიღუპა კორეაში პოპ მუსიკის კონცერტზე. ღონისძიების დაწყებამდე ხალხის ნაკადი კარგი პოზიციის დაკავებას ცდილობდა, როდესაც სცენა ჩამოინგრა. კონცერტი ჩაიშალა, დაშავებულები საავადმყოფოში არიან. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. წალკაში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი სითბო, თეთრ წყაროში +18 გრადუსი იქნება დღე, ღამით +8. თბანიში +16 დღისით, ღამით +6 გრადუსი, ბოლნისში კი +21 დღისით, ღამით 11 გრადუსი. მანევში +21 იქნება, დღისით ღამით 11 გრადუსი, თბილისში 21 გრადუსი, დღე ღამით 11 გრადუსი. გარდაბაში +22 იქნება, დღისით ღამით 12 გრადუსი, რუსთავში კი დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით 12 გრადუსი. ქრონიკა ცხრის ნახევარზე დასრულებულია. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ საინფორმაციო სამსახური კვლავაც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში მოგაწვდით, ასე რომ გვიყურეთ. ნახვამდის.